გამარჯობათ, მე ნათია შაი ვარ, ეს ჩემი არხია, მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ეს თქვენი არხიც გახდება და ახლა მინდა შემოგთავაზოთ გაშლა, თუ თქვენ უსამართლოდ მოგექცნენ. გაშლა გვექნება 3 ვარიანტად. პირველი ვარიანტი არის რაიდერის გასტა. მეორე ვარიანტი ეს არის ვიკინგების რუნების დასტა. და მესამე ვარიანტი ეს არის ტოტემური ენერგიების დასტა. არჩით ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე, თუ თქვენ უსამართლოდ მოგექცნენ. და ვნახოთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი გვეუბნება, რომ არც კი დაიჩილოთ ამ უსამართლობაზე, არც კი დაგწყდეთ გული, იმიტომ რომ ამ დანაკლის, ამ ტკივილს, ამ იარებს შეგივსებთ სამყარო. რაღაც მოვა თქვენთან ისეთი საჩუქარი, ისეთი დიადი, ისეთი ძლიერი, ისეთი დიდი სიხარული უფლიდან, რომ აი ძალიან გახარებული ხართ. აღარც კი გემახსოვრებათ. ნახეთ, თქვენ დაგჩაგრეს, თქვენ შევა დაგაბრალეს რამე, უსამართლობა იყო თქვენს თავზე, მაგრამ თქვენ ამისთვის მიიღებთ ჯილდოს, თქვენ ამისთვის მიიღებთ საჩუქარს და ამ იარებს ეს ყველაფერი მოგიშუშებთ. ძალიან დიდი ღვთისწყალობაა თქვენზე, ვინც აერჩია პირველი ვარიანტი და დიდი დამცველობითი ენერგია ჩანს ასევე თქვენს თავზე, ძლიერია თქვენი მფარველი ანგელოზი და მადლობა მას. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. თუ თქვენ უსამართლოდ მოგექცნენ. ჩანს რომ აი ეს რაც მოხდა, ეს ამბავი ძალიან აი ხისტი, ძლიერი, შეიძლება ითქვას მოულოდნელი დარტყმა იყო თქვენთვის და აი მართლა ეს გქონდა, რომ აი რატო, რისთვის, რა დავაშავე, გაოგნება, იმიტომ რომ არაფერი არ გაგიკეთებიათ, რომ ეს დაგემსახურებინათ. მინდა გითხრათ, რომ აი ეს მისი სიძლიერე, მისი სიძლიერე რა მხრივ ის, რომ არ დაგინდოთ, ის რომ გაგწირათ, ის რომ ესე გაგიმეტათ, ათიანია შუაში დააკვირდით, ეს არის ბედის ბორბალის ენერგია და შემდეგი არკანი არის რვიანი კარმის ენერგია. სამყარო თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, სამყარო ამ გაშვებულ ნეგატივს უკან უბრუნებს მას და თქვენ ამას ნახავთ. ზუსტად იმდენივე დარტყმას, იმდენივე ტკივილს, იმდენივე ასე ვთქვათ, უსამართლობას მიიღებს ის, რაც თქვენ გაგიკეთათ. ეს კარმა უბრუნდება და თქვენ ამას მოესწრებით, თქვენ ამას ნახავთ, თქვენ ამას დაინახავთ, თქვენ უბრალოდ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება, ნუღა გაიხსენებთ ამ ამბავს იმ მხრივ, რომ საერთოდ არაფერი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ აი ასეთი მხრივ, რომ აი
მე რა გავუკეთე, რა სამაგიერო გადავუხადო, არ გინდათ. სამყარო თვითონ გასცემს მას პასუხს, ასე რომ უბრალოდ დაელოდეთ და მიანდეთ ბედის წერას ეს ყველაფერი. როგორც გითხარით, ბედის ბორბალი და კარმა ერთად ამუშავდება და გასცემს პასუხს მას ამ ყველაფერზე. უსამართლობა თქვენს წინაშე. ძალიან ძლიერი და ღრმა და შეიძლება ღრმას რო ვამბობ შორ პერიოდსაც მაჩვენებდეს. შორეული ამბავი იყოს ის, ვინც ეს აირჩიეთ, მესამე ვარიანტი. დარტყმა იყო ყველა მხრივ. აი ყველანაირად, ყველა ენერგიაში. რას ნიშნავს ეს, რომ ფიზიკურად თუ სულიერად თქვენ საერთოდ დაგანგრიათ ამ ყველაფერმა და ეს იყო თქვენზე კარმული. ჩვენ ხშირად ვამბობთ ადამიანები, რატო დამემართა ესა თუ ეს რაღაც მე, რა დავაშავე, შემოკარგებო, არავინ არაფერს არ ვაშავებთ. ჩვენ გვახსოვს მარტო ეს ცხოვრება, მარტო ეს ინკარნაცია კონკრეტული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთეთ და რა გაკვეთილი უნდა მივიღოთ წინა ცხოვრებიდან ამ ცხოვრებაში. აი, ღრმას რო ვამბობ, მაგას გეუბნებით, რომ წინა ცხოვრებიდან წამოსული კარმა რაღაცაზე აგეთ პასუხი, მაგრამ ეს დასჯადი კი არ არის. ამ პასუხის გება ხდება, აი ნახე, ასეთი ფრაზა არის ხოლმე და სულ ბრასდებია ფრაზაზე, რომ ღმერთი დაგსჯის. არავის არ სჯის ღმერთი, ჩვენ უბრალოდ რაღაცა რაც გავუშვით, ის ტრიალდება ბუმერანგივით და მოგვდის უკან, მაგრამ უკან მოგვდის იმიტომ კი არა, რომ დავისაჯოთ, გვეტკინოს და კუთხეში დაგვაყენოს რაღაცა, არა, რომ ვისწავლოთ და აქ ჩანს, რომ თქვენ გისწავლეთ, აი რაღაცა ისწავლეთ ამ დიდი ტკივილიდან გამომდინარე. ახალგაზრდა ბიჭის ენერგია ჩანს, შეიძლება ბავშვის ენერგიაც ამ ამბავთან ძალიან გთხოვთ დამიწერეთ, დამიკომენტარეთ, ვისთანაც რეზონინდა და ძალიან დიდი ნახე თითქოს იყო ღამე უკუნი და აი ამ ტკივილებმა ამ თითქოს დაცემამ მზე ამოიყვანა თქვენში და ამოანათა პირიქით. თქვენ გილოცავთ ჯერ ესეთი ასეთი რაღაცის გადატანის შემდეგ შინაგან სამყაროში მზის არათუ შენარჩუნება, პირიქით აღზევება, ეს უძლიერეს ადამიანებს შეუძლია მხოლოდ და თქვენ მართლა ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. აი არ ვიცი, ჩემი დიდი პატივისცემა თქვენდამი და ეს დიდ ადამიანებს შეუძლიათ, რომ გაკვეთილებზე კი არ დაეცნენ ცხოვრების გაკვეთილებზე და კარმის გაკვეთილებზე, არამედ პირიქით გაძლიერდნენ და შედგნენ დიდ ადამიანებად. გილოცავთ, თქვენ ეს ნამდვილად მიაღწიეთ და თქვენ ეს შეძელით. მადლობა ამ გამოცდილებას, ესე უთხარით, როცა გაიხსენებთ. მადლობა ამ გამოცდილებას. თქვენს იაზრებთ, რომ რო არა ეს ყველაფერი, თქვენ ის არ იქნებოდით, ვინც დღეს ხართ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი, ვისაც სურთ ჩემს თან კონსულტაციაზე მოხვედრა, ჩემი ნომერია 591233507 აქტიურია ვიბერზე, WhatsApp-ზე, ასე რომ ემიგრანტებო თქვენ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. გემშვიდობებით, ძალიან დიდი სიყვარულით, მომავალ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი.